გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბეიქა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ირანში მიმდინარე მოვლენებს შეეხება ეს ვიდეო, სადაც რამდენიმე საათის წინ ერთდროულად 7 სხვადასხვა ქალაქში მოხდა აფეთქებების სერია, თითქმის ერთმანეთის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, ერთდროულად თითქმის და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო რაიმე ოპერაცია, აქ რაღაც სხვა ამბავთან გვაქვს საქმე, რომელიც უფრო დიდი ალბათობით სადაზვერო სამსახურების ან შიდა წინააღმდეგობის ფრონტის მიერ განხორციელებულ შეტევებს გულისხმობს. სამიზნე კი არის IRGC, ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი და მათი ხელმძღვანელი პირები, დარტყმები, სწორედ მათ საცხოვრებელ მისამართებზე განხორციელდა, როგორც ვრცელდება ცნობები, ჯერჯერობით 100%-ით არ არის დადასტურებული, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი არის IRGC-ის საზღვაო ძალების მეთაური. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც თავად საზღვაო ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკის ჩინეთთან და რუსეთთან ერთად ატარებს ორდღიან სწავლებას ორმუზის სრუტესთან ახლოს. მოკლედ გავყვეთ თანმიმდევრობით, როგორც თქვი, 7 სხვადასხვა ქალაქზეა საუბარი, სადაც ეს იერიშები იქნა მიტანილი. თავშივე რომ თქვათ, აქ საუბარია დიდი ალბათობით დრონებზე ან წინასწარ დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე. თეირანი, დედაქალაქი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, ასევე არის ბანდარ აბასი, სამხრეთით მდებარე ორმუზის სრუტესთან ახლოს, თაბრიზი, ფარანდი, ქაშემი, ნოუშარი, არდაბილი. ეს ქალაქებია. ეს არის ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან. ეს კი არის ვიდეო, ბევრი არაფერი მესმის, რასაც აქ ამბობენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ახსენებს თვითმხილველი, რომელიც ამ მასალას იღებს ქალაქის დასახელებას ბანდარ აბასი გარკვევით ისმის. ბანდარ აბას ბულვარ მუალემ. როგორც ჩანს, ძალიან ახალი მომხდარი არის ეს აფეთქება, მაშინ როდესაც ეს კადრები არის გადაღებული. შემდეგ ეს არის უკვე თეირანი, ცოტა დისტანციიდან გადაღებული ფოტოკადრია, თუმცა თუ ვიმსჯელებთ დაკვამლიანებით, როგორც ჩანს, აქაც ძალიან ძლიერი აფეთქება მოხდა. ვრცელდება ასევე ვიდეო, რომელიც არის ისევ გადაღებული ბანდარ აბასში და აქ საგულისხმო დეტალებს წერს ამ პოსტის ავტორი, რომ აქ ამ შენობაში არანაირი გაზის მილი არ ყოფილაო. ამის შესახებ სხვა პოსტიც შემოგვხვდება ცოტა მოგვიანებით. გაზის მილი აქ რატომ არის ნახსენები. ამ აფეთქებების სერიის პარალელურად ირანის რეჟიმის პროპაგანდამ შეიმუშავა ესეთი გზავნილი, რომ ეს არ არის თავდასხმები, ეს არის ყოფითი ინციდენტები, როგორც მათ შეეცადნენ, როგორც ისინი შეეცადნენ, რომ წარმოეჩინათ მინიმუმ პირველ ეტაპზე ასე იყო ყოველ შემთხვევაში და თქვეს, რომ სადღაც რაღაც ადგილებში გაზმა გაჟონა და ამას მოყვა აფეთქება. თუმცა, თავისთავად არ ჟღერს ეს დამაჯერებლად, იმიტომ რომ უკვე ბევრი დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის იმის შესახებ, რომ ეს იყო ის კორპუსები, სადაც IRGC-ის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. აქ ერთი საგულისხმო დეტალია, რომ როგორც აღმოჩნდა, ირანშიც არსებობს ესეთი პრაქტიკა, რომ ძალოვანები ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრობენ, რაღაც საერთო კორპუსები აქვთ მათ და ამ შემთხვევაში ამან პრინციპში ვისაც სურდა მათი განადგურება, როგორც ჩანს, საქმე უფრო გაუმარტივა, იმიტომ რომ ერთი დარტყმით შეიძლება სულაც რამდენიმე სამიზნე გაანადგურონ. ამ პოსტში მოკლედ საუბარია იმაზე, რომ გაზის მილი არაფერ შუაშია და კონკრეტული სამიზნე ყავდა ამ თავდასხმას, აფეთქების ადგილზე ჩანს მასშტაბური ინგრევა, რამდენიმე სახლი სრულად გამონგრეულია, განადგურებული, როგორც ხედავთ. დაზიანებულია კორპუსი მნიშვნელოვნად და ადგილზე ხალხია შეკრებილი. შემდეგ პოსტზე, რომელიც უნდა გაჩვენოთ, ასევე ამ ადგილას გადაღებული ვიდეო არის დართული, თუმცა განსხვავებული შინაარსია. სპარსულად საუბრობს და თარგმანს ვერ შემოგთავაზებთ პირდაპირ, თუმცა არის აქ განმარტება თარგმანი თავად პოსტის ავტორების მხრიდან, სადაც ნათქვამია, რომ თვითმხილველი ამბობს, რომ ამ შენობაში ადასტურებს იმას, რომ ამ შენობაში საერთოდ არ იყო ბუნებრივი აირი შეყვანილი და არანაირი მილი არ არსებობდა, ხედავთ რამდენი ხალხი არის გარშემო. ამ დროს უკვე ლენტითაც არის შემოსაზღვრული ადგილი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოდის, რომ სწორედ ბანდარ აბასში, სწორედ აი ამ ადგილას ამ აფეთქებას ემსხვერპლა IRGC-ის საზღვაო ძალების
ხელმძღვანელი, მეთაური, აი ამაზე არის სწორედ ამ პოსტში საუბარი. მოგვიანებით გავრცელდა ფოტოც, სადაც ნათქვამია სწორედ ამ პიროვნების შესახებ ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური განადგურებულია და შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გავრცელდა, სადაც საუბარია, რომ თითქოს თავად ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა დაადასტურა აი ამ მეთაურის ალი რეზა თანგსირის დაღუპვის შესახებ აი ამ ინციდენტის, ბრჭყალებში ინციდენტის შედეგად. მართალია ირანის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი მედია საუბრობდა თითქოს გაზის მილების აფეთქებასთან ჰქონდა საქმე, თუმცა მათ მიერ გადაღებულ კადრებში და გაშვებულ მასალებშიც ეთერში გამოჩნდა ესეთი კადრები, სადაც ნაჩვენები არის ფორმაში ჩაცმული, სწორედ გუშაქთა კორპუსის ფორმაში ჩაცმული ერთ-ერთი დაშავებული პირის ევაკუაცია. მოკლედ ამ აფეთქებების სერიის და დაძაბულობის მატების ფონზე იმატა პანიკამ ირანში და შემდეგი საინტერესო ვიდეო მასალა და უფრო საინტერესო პოსტი თავად ავტორის გათვალისწინებით. ეს არის დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც მან, როგორც ხედავთ, გადააზიარა ერთ-ერთი სხვა მომხმარებლის ვიდეო და ამ პოსტში ნათქვამი არის, რომ ეს ახლა ხდება თეირანში, რომ ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი არის პანიკის მოუდზე, ანუ პანიკის რეჟიმშია და შიშისგან იფსავენ, ანუ დაახლოებით ეგეთი გამოთქმა არის. ეს რაც აქ არის მოცემული, პირდაპირ ასევე გადააზიარა დონალდ ტრამპმა თავისი ვიდეო თურთ, ნახოთ ეს ვიდეო. მოკლედ, რა ხდება აქ? ესენი არიან გუშაქთა კორპუსის ძალოვანები, რომლებიც ქაოსურად გადაადგილდებიან ამ მოტოციკლეტებით ქალაქის ქუჩებში, როგორც ხედავთ, ზოგი წინ მიდის, ზოგი უკან და როგორც ჩანს ეს სწორედ მათ პანიკაზე და დაბნეულობაზე მიანიშნებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც თეირანში მათ შორის მოხდა აფეთქება და ასეთი ქაოსური მობილიზება ხდება მათი მხრიდან, რაც არ გამორჩენია მხედველობიდან არის დონალდ ტრამპს, რომელიც ცნობილი ბულერია და ამ შემთხვევაშიც გამოიყენა შესაძლებლობა და დასცინა სხვა რა შეიძლება ვთქვათ ირანში რეჟიმის მდგომარეობას მთლიანად. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ეს ინციდენტები, რა გვაქვს? ანუ თავში რაც ვახსენე, არანაირად არ ნიშნავს ეს აფეთქებები, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და რაღაც პირობითად რაკეტების გასროლა მოხდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, სხვანაირად გავიგებდით ნამდვილად. მეორე რაც შეიძლება ითქვას, ეს არ გავს სპონტანურ რაღაცა ინციდენტებს, მაგალითად ისეც, რომ რომელიმე გაბრაზებულმა და განრისხებულმა ირანელმა მაგალითად გადაწყვიტა, რომ შური ეძია და თუნდაც თავისი ახლობლის მკვლელობის გამო აქციების დროს, დარბევის დროს ვინმე კონკრეტული მაღალჩინოსანი ამოიღო სამიზნეში და მისი აფეთქება დაეგეგმა. ეს შეიძლება ყოფილიყო ერთი შემთხვევა, მაქსიმუმ, რა ვიცი, ორი შემთხვევა, ხო, ერთმანეთის პარალელურად ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ როგორც თქვით, აქ არის რამდენიმე ერთდროულად მოხდა აფეთქებაზე საუბარი, რაც მიანიშნებს, რომ ეს არის პროფესიონალების გაკეთებული და ეს არის უფრო ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი ოპერაცია. სადაც დიდი ალბათობით ან რამე შიდა წინააღმდეგობის ჯგუფი არის ჩართული, რომელსაც აქვს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და შეიარაღება, რომ მსგავსი ოპერაციები ჩაატაროს, ან არის დაზვერვის სამსახურების ნამუშევარი, ვინ შეიძლება იყოს კაცმა არ იცის, შესაძლოა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები ამ ყველაფრის უკან, ან ისრაელის, საერთოდ არ არის ამ ყველაფერში რამის გამორიცხვა შესაძლებელი, თუმცა ამას ვერასოდეს შესაძლოა ვერასოდეს გავიგოთ, ან ოდნავ მოგვიანებით გავიგოთ და ვინმე მაიღოს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა. ერთი საგულისხმო დეტალი ასევე რაც უნდა ვახსენოთ, არის ის, რომ მსგავსი ინციდენტები ბრჭყალებში ხდებოდა გასული წლის ზაფხულშიც, ვიდრე დაიწყებოდა ივნისში 12 დღიანი ომი, ვიდრე დაიწყებოდა ისრაელის საჰაერო იერიშები ირანზე და საბოლოოდ დაგვირგვინდებოდა ამერიკული ბომბდამშენებიდან ჩამოყრილი მძიმე ბომბებით და ბირთვული ობიექტების განადგურებით ირანში სხვადასხვა ქალაქებში. აი, ასეთი პარალელიც არსებობს, მსგავსი ინციდენტები მაშინაც ხდებოდა, სადაც სამიზნე იყვნენ კონკრეტული მაღალჩინოსნები, მეცნიერები,
პოლიტიკოსები და სხვები. ამასობაში გრძელდება აქტიურად განხილვა თუ რა სცენარი შეიძლება განვითარდეს სამხედრო ჩართულობის თვალსაზრისით, უკვე აღარავინ არ სვამს დიდწილად კითხვას და არტყამს თუ არა რაიმე ფორმით ამერიკის შეერთებული შტატები ირანს. ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავი არის. ახლა განიხილება ვერსიები თუ როგორ შეიძლება იმოქმედონ. ამ ინფორმაციაში, რომლის წყარო არის Wall Street Journal-ი, საუბარია იმაზე, რომ დონალდ ტრამპს უკვე წარედგინა დეტალური გეგმები სხვადასხვა სცენარების შესახებ, რომელიც შემუშავდა პენტაგონისა და თეთრი სახლის მხრიდან და მათ შორის ეს სცენარები მოიცავს ინტენსიურ იერიშებს IRGC-ის ობიექტებზე. პირველ ვერსიაში საუბარია მათ შორის ისეთ სცენარზე, რომელიც ვნახეთ მსგავს სცენარზე, როგორც ვნახეთ ვენესუელაში, თუმცა აქ ნათქვამია, რომ ალი ხამენეის მოტაცება მადუროს მსგავსად იქნება ცოტა რთული მისია, იმის გათვალისწინებით, რომ ხამენეი გაცილებით კარგად არის დაცული და რომ ფაქტორი ერთ-ერთი არის გეოგრაფია და სხვა გარემოებები, რაც ართულებს ამგვარი ოპერაციის თეირანში ჩატარებას. შემდეგ სცენარში საუბარია იმაზე, რომ არამხოლოდ მოხდეს საჰაერო იერიშების მიტანა, ასევე პოტენციურად გამოყენებული იქნას სპეცოპერაციების ძალები, რეიდები ჩატარდეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. იმ ობიექტებზე, რომლებიც წინა შემთხვევაში ბოლომდე ვერ იქნა განადგურებული ან საერთოდ არ იქნა განადგურებული. მორიგ ვერსიაში ასევე საუბარი არის ირანის სარაკეტო არსენალის და ბირთვული პროგრამების განადგურება შესუსტებაზე და ბოლოს კიდევ ერთი საგულისხმო ვერსია, რომელიც მე პირადად ძალიან ლოგიკურად მეჩვენება, გულისხმობს იმას, რომ დარტყმები განხორციელდეს, მათ შორის IRGC-ის ობიექტებზე და ძალოვან სტრუქტურებზე, იმისთვის, რომ ერთგვარად შეიქმნას ქაოსი, დასუსტდეს რეჟიმი, მოხდეს დესტაბილიზაცია და იმგვარი პირობების შექმნა, სადაც შესაძლებელი გახდება რეჟიმის ჩანაცვლება, ხამენეის ჩანაცვლება. ეს მათ შორის თანხმედრაში მოდის პარალელურად, რაც მე წინა ვიდეოებშიც აღვნიშნე, იმ პროცესთან, რაც უკავშირდება რეზა ფეხლევის, იმ პროცესთან, რაც უკავშირდება პროტესტს, რაც ვნახეთ მანამდე, რომელიც სისხლში ჩაახშეს საბოლოოდ, მოკლედ პრინცი, შაჰის მემკვიდრე, რომელიც მთავარი ოპოზიციური ფიგურაა, ის აკეთებს მუდმივად განცხადებებს, რომ მზად არის დაბრუნდეს ირანში საჭირო მომენტში და ის აკეთებს განცხადებებს, რომ მას აქვს 100 დღიანი გეგმა გარდამავალი პერიოდისთვის. რაც მოიცავს მისი გუნდის ჩართულობას იმისთვის, რომ მომზადდეს შემდგომი პროცესი, იქნება ეს არჩევნები მაგალითად, სადაც ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა პირველ ეტაპზე ის არის მზად, რომ ჩაიბაროს მართვა და მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ რელიგიის ჩამოშორება მოხდეს პოლიტიკური მმართველობისგან და მეორეს მხრივ უკავშირდება იმას, რომ ირანი გახდეს მშვიდობიანი მოთამაშე, უარი თქვას პროქსი ძალების მხარდაჭერაზე და ფინანსებაზე, ეს ქსელი ჩამოიქცეს, რომლის რიგებში არის ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები ამ შემდეგ რაც იცით და ასევე უკავშირდება, რომ ნორმალიზება მოხდეს ურთიერთობების შტატებთან, ისრაელთან და ასე შემდეგ. აი ესეთი ძირითადი გზავნილები აქვს ფეხლევის და ის მუდმივად ამბობს, რომ თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვა აუცილებლად მალე დრო, როდესაც თქვენ ისევ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში. აი ეს ყველაფერი თუ ერთმანეთის პარალელურად შევხედავთ, დიდ სურათში ეგრე გამოიყურება ჩემთვის ძალიან ლოგიკური სცენარით, რომ განხორციელდეს ჯერ დარტყმები, შესუსტდეს რეჟიმი, მათ აღარ ქონდეთ იმის შესაძლებლობა და მათში ისეთი დესტაბილიზაცია მოხდეს, რომ ვერ შეძლონ ხალხის მასასთან იგივე თქვათ მეთოდებებით დაპირისპირება, როგორც ვნახეთ ამ გასული კვირების განმავლობაში და მოხდეს შემდეგ უკვე რეჟიმის ცვლილება. ანუ ხო, აი ეს ვერსიაც, რომელიც Wall Street Journal-მა გაავრცელა, სწორედ აი ამ ტიპის სამომავლო სცენარზე მიანიშნებს. განვაგრძოთ, მოკლედ, ტრამპი თავის მხრივ გეგმების გამხელაზე უარს ამბობს, რაც აბსოლუტურად გასაგები არის, მედიის მუდმივ ინტერესის მიუხედავად ის ამბობს, რომ ნახოთ რა მოხდება, თუმცა მნიშვნელოვან რამდენიმე გზავნილს ყოველთვის აჟღერებს. მათ შორის იმას, რომ იმეორებს, რომ მისი დიდი ფლოტილია გაგზავნილია უკვე, მას აქვს საკმარისი სამხედრო შესაძლებლობები მობილიზებული იმისთვის, რომ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს ისლამური რესპუბლიკის რეჟიმს. თუმცა მაინც ხაზს უსვამს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკებების
შესაძლებლობა და აქ ამბობს სწორედ იმას, რომ მათ სურთ ჩვენთან მოლაპარაკება, ისინი გვეკონტაქტებიან და ვნახოთ რა მოხდება. კონტაქტი რას გულისხმობს, ვინც არიცით ბოლოს სიახლეები, ამასაც შეგახსენებთ. მოკლედ, ფაქტობრივად კაპიტულაციის მსგავსი ულტიმატუმია, ის რასაც ტრამპი სთავაზობს აიათოლას. ტრამპი მოითხოვს, რომ მოხდეს სრულად ბირთვული პროგრამების გაჩერება, მოითხოვს, რომ ირანის რეჟიმმა უარი თქვას ამ პროქსი ძალების მხარდაჭერაზე, ჰამასის, ჰეზბოლას და ასე შემდეგ და მოითხოვს, რომ შეწყდეს მოქალაქეებზე ზეწოლა. ანუ ეს ისეთი პირობები არის, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია, მთლიანად არსებითად არის წინააღმდეგობაში ირანის რეჟიმის მმართველობასთან, მათ სისტემასთან, მათ საყრდენთან და თუ ამას ყველაფერს დათანხმდებიან, ფაქტობრივად მათთვის კაპიტულაციას ნიშნავს. ანუ ეს არის შეთავაზებული პირობები, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატებმა წინასწარ იცის, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდება ირანის მხარე და შესაბამისად უბრალოდ წინასწარ ხდება აი ამ ერთგვარი ალიბის შექმნა, რომ ჩვენ გვქონდა ვარიანტი შესაძლებლობა რომ გვესაუბრა, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს. ისე როგორც ხდებოდა მადუროს შემთხვევაში, როგორც იცით, მადუროს ტრამპი მუდმივად სთავაზობდა ბოლო პერიოდში, ვიდრე დაიწყებოდა ეს ოპერაცია, განხორციელდებოდა მანამდე რომ ვისაუბროთ, უყენებდა თავის პირობებს, იქიდან იყო ფეხების ბაკუნი და კუნთების თამაში, გახსოვთ ის კადრებიც, სადაც ჯარისკაცებთან ერთად მადურო რაღაც დიდ სიმამაცეს ასხივებდა, საბოლოოდ ნახეთ რითიც დასრულდა. საბოლოოდ თავად ეხვეწებოდა მადურო და რეკავდა ტრამპთან, მაგრამ აღარ უპასუხა, თქვა რომ მოლაპარაკებების დრო დასრულდა და ვნახეთ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია. დაახლოებით იგივე ტაქტიკა გვაქვს აი პოლიტიკური თვალსაზრისით ამ შემთხვევაშიც ტრამპის მხრიდან, რაც ასევე არის ლოგიკური ამ ყველაფერსთან ერთვის მთელი რიგი მოვლენები, მათ შორის ახალი სანქციების პაკეტების შემუშავება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ირანის ლიდერშიპის მისამართით, სისტემის წინააღმდეგ, მათი რესურსების კიდევ უფრო შესაზღუდად და ასევე ემატება მათი პარტნიორების მხრიდანაც მოქმედება. ერთ-ერთი ამბავი არის ის, რომ მაგალითად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ, რაც კიდევ დამატებით საფუძველს ქმნის, რომ მათ მოექცნენ ისე როგორც მოექცნენ და ექცევიან ზოგადად ტერორისტებს და შესაბამისად ევროკავშირის მხრიდანაც მიეცა ლეგიტიმაცია იმას, რომ მათზე განხორციელდეს პირდაპირ სამხედრო დარტყმები. გადავიდეთ ახლა იმაზე, თუ რას აკეთებს ამ დროს ირანის რეჟიმი. ისინი ერთის მხრივ ამბობენ, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიტუაციის ნორმალიზება და დეესკალაცია და სურთ სამართლიანი მოლაპარაკებები. აი რას გულისხმობს სამართლიანი მოლაპარაკებები, ალბათ ხვდებით, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ პირობებთან, რომელზეც ვისაუბრე უკვე და რომელიც წარადგინა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის მხრივ და ეს ვერავითარ შემთხვევაში ირანის სამართლიანი პირობები ბრჭყალებში და შტატების მოთხოვნები ვერ იქნება ერთმანეთთან თანხვედრაში. ამავდროულად ირანი ცდილობს, რომ არ დარჩეს არავითარ შემთხვევაში მარტო და როგორღაც შემოიკრიბოს მხარდამჭერები, ამისთვის ბევრ ამას აკეთებენ ისინი, მაგალითად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა თურქეთში ერდოღანთან შესახვედრად, ირანის სპეციალური წარმომადგენელი ჩავიდა ასევე მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად და ისინი ცდილობენ რომ მიიღონ ასევე რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერა. თუმცა ჯერჯერობით მათ რაიმე ხელშესახები და ძლიერი მხარდაჭერა ვერ მიიღეს გარდა იმისა, რომ რამდენიმე სახელმწიფო მაგალითად აცხადებს, რომ მათ სურთ ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მხარს უჭერენ სიტუაციის დეესკალაციას. მაგალითად პოლიტიკო წერდა ერთი დღის წინ, რომ ოფიციალურმა პირებმა არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, საუდის არაბეთიდან, ყატარიდან, ომანიდან და თურქეთიდან მოუწოდეს ირანს მოლაპარაკებებისკენ, თუმცა ამავდროულად ისინი აცნობიერებენ, რომ შეთანხმების მიღწევის ალბათობა ძალიან დაბალი არის. ასევე ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ ტრამპის გადაწყვეტილების ირგვლივ, რომელიც გულისხმობს ირანზე დარტყმების განხორციელება და მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ეს გამოიწვევს დესტაბილიზაციას. ამის შემდეგ მოხდა ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც უკავშირდება საუდის არაბეთის პოზიციის ცვლილებას.
ჯერ ხომ თქვენს რომ თუ ამერიკა დაარტყამს ირანს ამ შემთხვევაში იქნება დესტაბილიზაცია და არ გვაწყობსო. ამის შემდეგ საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი პრინცი ხალიდ ბინ სალმანი ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს და აკეთებს ესეთ განცხადებას ამ შეხვედრების შემდეგ, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი არ გაყვება თავის გეგმას და არ დაარტყამს ირანს, ამ შემთხვევაში ირანის რეჟიმი უფრო მეტად ძლიერი გამოვა სიტუაციიდან. ანუ მიანიშნებს, რომ ეს იქნება უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე დღეს არის. სასწაული ცვლილება ერთ დღეში მოკლედ პოზიციის და ამას ყველაფერს ჰქონდა თავის წინა პირობები, როგორც შემდგომ გაირკვა ამერიკის შეერთებული შტატებისგან საუდის არაბეთი მიიღებს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ამაზე შეთანხმება გაფორმდა აი ამ ვიზიტის ფარგლებში. მოკლედ, ყველამ თავისი მიიღო, ამერიკამ თავისი იარაღი მიყიდა საუდის არაბეთს, ისინი კმაყოფილები დაბრუნდნენ, თავის მხრივ შტატებში კმაყოფილები არიან, რომ მილიონები იშოვის დამატებით აი ამ შეთანხმებით და პოლიტიკური პოზიციაც შეცვლილია. საუდის არაბეთი ამ შემთხვევაში უკვე აღარ ეწინააღმდეგება ტრამპის მხრიდან ირანზე იერიშის მიტანას. თურქეთსაც უნდა ვთქვათ აუცილებლად თურქების პოზიციაში ახალი არაფერი არ არის, როგორც წესი ისინი ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან ირანზე თავდასხმას, ისევე როგორც ამბობდნენ გასულ ზაფხულს, როდესაც 12 დღიანი ოპერაცია ჩატარდა ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, ისევე როგორც ამბობდნენ 7 ოქტომბრის ამბების შემდეგ, როდესაც ისრაელი ბომბავდა ჰამასის და ჰეზბოლას პოზიციებს. მოკლედ, თურქეთის განცხადებები ყოველთვის ასეთია, თუმცა არასოდეს არ მოდის ქმედით წინააღმდეგობაში დასავლეთის პოზიციებთან. ასე ხდებოდა ყოველთვის, ამჯერადაც თურქეთს არაფერი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ პირდაპირ მხარდაჭერა აღმოუჩინოს ამ შემთხვევაში ირანის რეჟიმს. ირანის რეჟიმი ეხვეწება პირდაპირ ჩართულობას და მხარდაჭერას ჩინეთსაც, ეხვეწება რუსეთსაც, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მათგან ამ ეტაპზე მიიღო, არის 2 დღიანი წვრთნები ორმუზის სრუტეში. ეს არის და ეს. ჩაფრინდნენ მოსკოვში, იყო შეხვედრები ჩინეთის წარმომადგენლებთანაც, როგორც ჩანს მათ განუმარტეს, რომ პირდაპირ ამერიკული ინტერესის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ და ვერ ჩაერთვებოდნენ და ასეთი გამოსავალი იპოვეს ირანელების დასამშვიდებლად, რომ მოდით რამდენიმე გემს გამოგზავნით და ჩავატაროთ ერთობლივი სწავლება, ეს მოგცემთ თქვენ საშუალებას, რომ მინიმუმ 2 დღე მოიგოთ. ასეც არის რეალურად, ძალიან აქტიურად განიხილებოდა, რომ შესაძლო იყო სწორედ აი ამ შაბათ-კვირას მიეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებს იერიშები ირანის რეჟიმზე, თუმცა ამ შაბათ-კვირას იმართება სწორედ ეს წვრთნები სწავლება ირანის საზღვაო ძალების, ჩინეთის და რუსეთის ჩართულობით. საინტერესოა, ხო? აი ამ სწავლებების პარალელურად შეერთებული შტატების CENTCOM-მა მოუწოდა ისლამურ რევოლუციის გუშაქთა კორპუსს, რომ ფრთხილად იყავითო, შემთხვევით არ გადაუფრინოს ვინმე, ან არ მიუახლოვდეს ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე ხომალდს, თორემ ეს იქნება საბედისწერო შეცდომა თქვენთვის და თუნდაც დაბალ სიმაღლეზე ნებისმიერი ობიექტის გადაფრენა გამოიწვევს ცეცხლის გახსნასო. აი ეს არის ამ განცხადების შინაარსი. მოკლედ აცდიან ამ წვრთნების ჩატარებას. გასაგებია ახლა, რომ ჩინეთის და რუსეთის ჩართულობით მიმდინარე წვრთნების პარალელურად ესკალაციას მოერიდება შტატებიც და არ დაიწყებს დღეს და არ დაიწყებდა გუშინ ამ სამხედრო ოპერაციას, თუმცა კაცმა არ იცის ხვალ და ზეგ რა მოხდება. თუმცა ვიდრე იქნება დიდი ფეიერვერკები, როგორც ხედავთ, ირანში დაძაბულობა მაინც მატულობს, ირანის რეჟიმი მაინც ვერ არის მშვიდად და მათ ბევრი აქვს სანერვიულო, გულისხმობ იმ აფეთქებების სერიას, რომელზეც თავში გიყვებოდით და სულაც არ მგონია შემთხვევითი ის, რომ აი ამ აფეთქებების სერიას იმ ცინიკური პოსტით გამოეხმაურა ტრამპი, რომელიც გაჩვენეთ. აი ამ პოსტზე ვსაუბრობ, რომ დაუბრუნდეთ, სადაც გაზიარებული აქვს ტრამპს ვიდეო IRGC-ის თანამშრომლების პანიკური გადაადგილების ამ აფეთქებების ფონზე და სადაც გაზიარებულია ერთ-ერთი სხვა მომხმარებლის პოსტი, რომელიც ამბობს, რომ IRGC ახლა პანიკის რეჟიმშია და ისინი ქვეში ფსავენო, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, თუ იმეს ყურში ცუდად მოგხვდებათ. ხო, ეს არის და ეს. რეალობა არის პანიკა ირანის რეჟიმის მხრიდან, რეალობა არის ის, რომ აიათოლა ბუნკერში ყავთ გადამალული და ასევე რეალობა არის ის, რომ ამ ყველაფრის ფონზე მაინც კუნთებს ათამაშებენ, ეს სტრატეგია მათთვის კარგად ნაცნობი არის, იგივე გასულ წელს
ოპერაცია Midnight Hammer-ის შემდეგაც კი ირანის ხელისუფლება და მათი სამხედრო ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ რას ამბობთო ჩვენ კი არ გაგვინადგურეს მთელი საჰაერო თავდაცვის სისტემები და გადაგვბომბეს 12 დღის განმავლობაში, არამედ ჩვენ დავამარცხეთ ამერიკის შეერთებული შტატებიო. აი ეს უტეხობა მათი მხრიდან, რაც პირდაპირ შიდა აუდიტორიისთვის არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიმართული, ახლა მათი კუნთების თამაშის დარწმუნებული ვარ, არავის არ ჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მათ აქვთ გარკვეული სამხედრო შესაძლებლობები, თუმცა ამ რისკების გადაზღვევისთვის კეთდება ის, რაც კეთდება. ის რომ აი ამდენი ხომალდი გაიგზავნა და არა მხოლოდ საზღვაო ძალების, არამედ საჰაერო ძალების უზარმაზარი რესურსები გადაისროლეს ირანის გარშემო. კიდევ ერთი გემი მიადგა მაგალითად ერთი დღის წინ, თუ 2 დღის წინ 30-ში პრინციპში ისრაელის სანაპიროს, რომელიც განკუთვნილი არის საჰაერო რისკების გადასაზღვევად, განთავსებული არის მასზე დიდი რაოდენობით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე დამატებით გამანადგურებელი გემები შეუერთდა იმ დაჯგუფებას, რომელიც მანამდე უკვე განთავსდა პირველ რიგში აბრაამ ლინკოლნი და მისი თანხლები გემები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ომანის მახლობლად არის საბარაუდო მათი განთავსების ადგილი ამ დროისთვის და ისინი მხოლოდ ელოდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ელოდებიან ბრძანებას და ალბათ კონკრეტული სამოქმედო ერთ-ერთი ვერსიის დამტკიცებას თუ რა უნდა გააკეთონ პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში. აქვე შეგახსენებთ, რომ ისრაელის მხრიდანაც გამოთქმული არის სრული მზადყოფნა, ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი სცენარისთვის არიან მზად. უახლოვდებით მოკლედ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს, რამაც შეიძლება დაასრულოს ირანის რეჟიმი, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს ქვეყანას. რაც იქნება დიდი შვება თავად ირანელი ხალხისთვის, რაც იქნება დიდი შვება მთლიანად რეგიონისთვის. იმიტომ რომ ირანის რეჟიმი გახლავთ სწორედ მთავარი სპონსორი ტერორიზმის, ჰესბოლას, ჰამასის შეიარაღებას და ფინანსებას სწორედ ირანის რეჟიმი ახორციელებს წლების განმავლობაში, ჰუსიტების ასევე იემენში და სხვა ასეთი დესტრუქციული ძალების. ეს იქნება მნიშვნელოვანი წარმატება ისრაელისთვის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარტყმა რუსეთისთვის და ძალიან უსიამოვნო სიახლე ასევე ჩინეთისთვის, რომელიც ირანულ გაზს და ნავთობს ძალიან იაფად ყიდულობს იმ ფონზე, რომ ირანი დასანქცირებულია, ისინი არ არიან საერთაშორისო ბაზარზე და მხოლოდ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ყიდიან თავის გაზს და ნავთობს, რომლითაც მარაგდება მხოლოდ რეჟიმი, ხალხი გაჭირვებულია, ხალხის მდგომარეობა უარესდება, ინფლაცია რაღაც სადღაც galaktikაში არის უკვე ძალიან გაუფასურებულია ირანული რეალი და უფრო უკან მიდის და ამ რეჟიმით სარგებელს იღებს მხოლოდ მცირე რიცხოვანი ელიტა, ირანის მასშტაბის გათვალისწინებით არც ისე მცირე რიცხოვანი გამოდის, მაგრამ დანარჩენი საზოგადოება იჩაგრება უკვე აწლეულებია. სარგებელს იღებს ჩინეთი, მხარდაჭერას იღებს სამხედრო კომპონენტში რუსეთი და ირანის ჩამოშლა მოკლედ ყველა სცენარში მხოლოდ დადებით მოვლენა შეიძლება შევაფასოთ. მათ შორის ჩვენი გადასახედიდანაც მინიმუმ იმიტომ, რაც უკვე ვახსენე, რომ ეს იქნება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარტყმა. რუსეთი კი მტერი არის, ვისაც არ ახსოვს, შევახსენოთ ეს ამბავი. დავასრულებ მოკლედ ამით დღევანდელ ვიდეოს. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის, თუ ამ დრომდე უყურებდით და მოგეწონათ დაალაიქეთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. თუ არ ხართ არხის გამომწერები და ახლა აღმოაჩინეთ, პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს. ძალიან გამიხარდებათ თუ შემოვერთდებით ჩემ აუდიტორიას და თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ჩემი მხარდაჭერისთვის, გახდით ჩემი სპონსორები. მითითებული არის ვიდეოს აღწერაში ყველა საჭირო მონაცემი, ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი, ასევე Patreon-ის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ და აირჩიოთ სასურველი მინიმალური პაკეტი, რომ ყოველთვიურად გახდეთ ჩემი სპონსორები. ეს არის და ეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე არის ჩართული დონაციაში, ვინც თუნდაც 1 ლარი ოდესმე გაიღო ჩემი პროექტის მხარდასაჭერად. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მოგიკითხავთ ასევე ყველა მუდმივ მაყურებელს და ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ თქვენს ჩართულობას. ნახვამდის დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.